მითხარი რისი შიში გაქვს და გადმოგცემ ამ ულამაზეს ქექეს. წერების და ყველაზე მეტად პეპლების და კალიასი. პეპლების შიში? და პეპლების შიში რატო გაქვს? პეპლები საყოლებრივ ლამაზები არიან. ეგ შორიდან. შორიდან, შენ ახლოდან დააკვირდი. კი. როგორები არიან, შეგიძლია მითხრა? ტანი აქვს, ანუ თები კაი აქვს, მაგრამ ტანზე რო შეხედავ აცი შეგეცვალა ყველაფერი. კომენტარში ეგრე დაწერ. აღარ ეთქვი. ვინ დაკვირვები ხარ პეპლებს ძალიან ახლოდან? რატო დააკვირდი ეს ახლოდან? ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო რა, ბავშვებიდან მაგის ის ამაკ რა ქვია და როგორია და ერთხელ მომინდა დავიჭერე, მკვდარი იყო რა და რო დავაკვირდი იმის მერე გამოდედებელი შუშით არ დაკვირვები ხარ? არა, კი, მუზეუმში თუ სადღაც ვიყავით და იქ დავაკვირდი. იმიტომ გეშინია, ეგეთ რაღაცები არ არის საჭირო. ხოჭოებსაც ვარ დაკვირვებული და კალიასაც ყველაფერს. ყველა მწერის გეშინია. აბსოლუტურად. აბსოლუტურად. კრისტი, შენაერი მიპოვე ზუსტად. პეპლების მეშინია და მწერების მეზიზღება. შენ, პეპლები გეშინია და მწერები გეზიზღება? ანუ პეპლის უფრო გეშინია ვიდრე მწერის. კი. სასწაული. მითხარი რისი შიში გაქვს და გადმოგცემ აი ულამაზეს ქექეს. მე მაქვს ლიფტის შიში. ლიფტის შიში საინტერესოა ხალხო. რატო გაქვს ლიფტის შიში? ანუ რისი გეშინია ლიფტში? ერთხელ გავიჭედეთ პატარა რო ვიყავი და მაგის მერე მეშინა და გაჭედვის გამო გეშინია. მე რასაც ქრისტისაც ეშინია სხვა შორის ლიფტის და ლიფტში შევდივართ ხოლმე ესე ვაქანავი სპეციალურად. იმედია ჩემნაირი არ შეხვდება არავინ ლიფტში, თორე შენ გადმოგცემა ეს ქექი. მითხარი რისი შიში გაქვს და გადმოგეცემა ქექე. სიბნელის. მე რისი მეშინია ხოლმე, იცი, ღამე. საწოლის ქვეშ არ იყოს ხოლმე რაღაც ან ვიღაც რო ფეხს რო გადმოდგა არ მომკიდოს უცებ. შენ რატო გეშინია სიბნელის? შენ შეაშინე? მოკლედ, ეს ბავშვი შეაშინეს სიბნელში და იმის მერე ეშინია სიბნელის. მართალია? არ არის მართალი. რატო ვატყუებ? მოკლედ, შენ გადმოგეცემა ქექე. გახსენე და შეგიძლიათ ნახოთ რა დევს. ამოვიდა ესეთი ულამაზესი კაკაო ფრენცის პერსონაჟი. ქექეში ასევე შეგხვდებათ კაკაო ფრენცის უზარმაზარი კოლექცია.